მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 38. X ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის იმპულსის გეგმილი დროის განმავლობაში იცვლება შემდეგი კანონითო, მოცემული გვაქვს შემდეგი გამოსახულება, რომ იმპულსის X დღენელი დამოკიდებულება დროზე არის შემდეგი სახის AT + B კოსინუს ომეგა T, სადაც ეს ჩვენი AB და ომეგა მუდმივები არისო და პირველი გვეკითხებიან რა არის AB და ომეგა მუდმივების ერთეულების C სისტემაში. ხო, კი ბატონო, ესე იგი, რადგანაც ჩვენ PX წარმოდგენილი გვაქვს AT-სა და B კოსინუს ომეგა T-ს სახით, ცალკე AT-ს განზომილებაც იმპულსის განზომილების ტოლი უნდა იყოს და B კოსინუს ომეგა T-ს განზომილებაც იმპულსის განზომილების ტოლი უნდა იყოს, ხო? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პირველ შემთხვევაში ასთვის დავწეროთ, რომ განზომილება AT-ს ტოლი უნდა იყოს განზომილება PX-ის, ხო? ეხლა საიდანაც, AT თუ უდრის PX, მაშინ AS-თვის მივიღებთ, რომ AS განზომილება ტოლი არის PX-ის განზომილება შეფარდებული დროის განზომილებასთან, ხო? ასე ბატონო ჩემო. ეხლა PX-ი არის MVX-ი არის შეფარდებული T-ის განზომილებასთან. მასის განზომილება არის M-ის განზომილება არის კილოგრამი, მასა, ხო? კილოგრამი. გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამთან, სიჩქარის განზომილებაზე, ამაზე და კიდე განყოფილი წამთან. შესაბამისად, პირველში რა მივიღებთ? პირველში AS-თვის მივიღებთ ჩვენ, რომ AS განზომილება C-ში ტოლი ყოფილა კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ შემდეგი რა გვაქვს B-ისთვის გვაინტერესებს, ხო? B-ისთვის რა გვექნება ახლა? B გამომდინარე იქიდან, რომ კოსინუს ომეგა T-ს საერთოდ არ აქვს განზომილება, მთლიანად კოსინუს ომეგა T-ს. ამიტომ B-ს განზომილება პირდაპირ უნდა დაემთხვეს იმპულსის განზომილებას, შესაბამისად B-ს განზომილება C-ში ტოლი უნდა იყოს. იმპულსის განზომილება არის MV, აი ეს გამოსახულება, რაც აქ დავწერეთ. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს ტოლი არის კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამთან. და რაც შეეხება ომეგას განზომილებას, მოდი შევხედოთ მაგასაც რა გვაქვს. ესე იგი, ჩვენ თქვით, რომ კოსინუს ომეგა T უგანზომილებო არის. მაშინ არგუმენტს თუ დავაკვირდებით, არგუმენტი უნდა იყოს უგანზომილებო, ხო? არგუმენტი უნდა იყოს უგანზომილებო, შესაბამისად, რა გამოგვდის? T-ს განზომილება არის წამი და არგუმენტი რომ უგანზომილებო გამოგვივიდეს, ჩვენ გამოგვდის, რომ ომეგას განზომილება უნდა იყოს 1 შეფარდებული წამთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კოსინუს განზომილება იქნება, რაც შეუძლებელია, ხო? ანუ შესაბამისად შეგვიძლია დავწეროთ ომეგასთვის, შემდეგი გამოსახულება, რომ ომეგას განზომილება C-ში ტოლი ყოფილა 1 შეფარდებული წამთან. ან წამი -1 არ აქვს მნიშვნელობა, როგორც ჩავწერდით. ხო? კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე, მეორეში რა უნდათ? დავსაუბრეთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში ნივთიერი წერტილზე მოქმედი ძალის გეგმილი X ღერძზე O. ხო. ახლა უნდა გავიხსენებინა ჩვენ ის ფაქტი, გავიხსენოთ, რომ ძალა Fx-ი ეს ტოლი არის იმპულსის წარმოებული dPx dt. რატო ხო შეიძლება გაგვიჩნდეს ეს კითხვა, გამომდინარე იქიდან, რომ Px-ი თავის მხრივ არის MVx-ი, ხო? MVx-ის ტოლი. ასე ბატონო ჩემო. dt m არის მუდმივი სიდიდე, თუ ჩავთვლით მუდმივ სიდიდეთ, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში თუ m მუდმივი არის, m შეგვიძლია დიფერენციალის ნიშნის გარეთ გავიტანო და დაგვრჩება ეს გავა გარეთ, ესე იგი m ჯერ dvx dt გამოგვდის, ხო? თავის მხრივ ეს აჩქარება AX-ი არის. ანუ ეს ტოლი გამოგვდის MAX-ის. აჰა, ესე იგი, აი ამ ტოლობიდან ჩვენ მივიღეთ, რომ ძალა ყოფილა M-ას ტოლი. ანუ გამოდის, რომ ეს ჩანაწერი აბსოლუტურად სამართლიანია, ზოგადი განმარტება არის ძალის და ეს არის ნიუტონის მეორე კანონი უკვე არის კერძო შემთხვევა, ხო ამას? იმ შემთხვევაში არის სამართლიანი, თუ მასა მუდმივი არის. თუ მასა მუდმივი არ იქნება, მაშინ ნიუტონის მეორე კანონი აუცილებლად უნდა ჩაიწეროს დიფერენციალური სახით. კი ბატონო, ესე იგი ძალისთვის გავარკვიეთ, რომ არის dPx dt და Px-ის როლში ახლა ჩვენ გვაქვს აი ეს გამოსახულება და ჩავსვათ უბრალოდ. ესე იგი იქნება ddt AT-ს პლუს B კოსინუს ომეგა T, ხო? ეს უდრის. ეხლა ჯამის წარმოებულთა ჯამის ტოლია, გავსვათ ჭრილი. ასე უხეშად რო ვთქვათ, ჭრილის გახსნას არ ნიშნავს მათემატიკურად, მაგრამ შეგვიძლია მას წარმოვიდგინოთ. ddt
AT პლუს DDT ვექნება წარმოებული B კოსინუს ომეგა TC, ხო? ეს უდრის. არის მუდმივი, გამოვა გარეთ, დავწეროთ და ტესტ წარმოებული ტეთი ერთის ტოლია. ამიტომ დაგვრჩება ამ. ამას დამატებული B გადმოვა აქეთ, გარეთ გამოვა აქაც, აი გარეთ გამოვა, დავწეროთ გარეთ, ესე იგი წარმოებულის ნიშნის გარეთ B. კოსინუს ომეგა ტესტ წარმოებული არის მინუს სინუს ომეგა T, ამიტომ ამას აქ დავუწეროთ მინუსი, გვექნება სინუს ომეგა T, სინუს ომეგა T. ეს უნდა გამრავლდეს კიდე არგუმენტის წარმოებულზე. არგუმენტის წარმოებული კიდე ომეგა T-ს წარმოებულზე უნდა გამრავლდეს. ომეგა არის მუდმივი, აქაც გარეთ გავა. მოდი აქ დავუწეროთ ომეგა და T-ს წარმოებული კიდე ერთის ტოლია. ანუ საბოლოოდ ვიღებთ აი ასეთ გამოსახულებას fx-ისთვის. შესაბამისად, მეორეში დავწეროთ, რომ fx-ი ტოლი ყოფილა a minus b ომეგა sinus ომეგა T.